თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინეთი ხიდაშელი გთხოვთ. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით ყველას. მანამ სანამ გადავალ და რეგლამენტ შევესწრები არ გავწდა ერთი წუთით ადრე რომ მითხრათ ბატონო ვახტანგ რომ მოვამთავრო მე წინადება დავასრულო. არ შემიძლია დღეს ისე დავიწყო სანამ რაიმე წინა პირობებზე ან პროგრამულ პრიორიტეტებზე ვისაუბრებ რომ არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ მორიგჯერზე და პირობას გაძლევთ რომ ნებისმიერ ჩემს საჯარო გამოსვლას დავიწყებ ამ წინადებით მანამ სანამ არ დადგება შედეგი იმ სრულიად აღმაშფოთებელ და შემაძრწუნებელ კამპანიას რომელიც საქართველოში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ სულ რამოდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ერთ-ერთი ტელევიზიიდან შესაძლებელია იმ მომენტში ჩვენ გვეფიქრა რომ ეს იყო უნებური შეცდომა ან ჟურნალისტ ქონდა ან ტელევიზიას იმის მოთხოვნილება რომ ნიუსურად ვიღაცისთვის დაესწრო და ექსკლუზივი ქონოდა მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ დღემდე არ მოგვისმენი არც სინანული არც ბოდიში არც უარყოფა არც რაიმე მსგავსი ეფექტური იმისათვის რომ ეს პრობლემა დასრულებულიყო და ყველას განცდა ქონოდა რომ ბოდიში მოხდილია შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ კამპანიურობაზე და ძალიან კონკრეტულ მიზანზე გათვლილ ღონისძიებაზე რომელიც განხორციელდა ამ კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან მე როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველას ვაძლევ პირობას და მინდა ყველამ ძალიან კარგად გაიგოს სრული კატეგორიულობით არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ეს იქნებიან ჟურნალისტები ექსპერტები პოლიტიკოსები ყოფილი მთავარსარდალი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ყველას გავცემთ საკადრის პასუხს თავდაცვის სამინისტროც და მე პირადად როგორც თავდაცვის მინისტრი თუ კი მსგავსი ბინძური კამპანიები იქნება ქართული ჯარის და ჯარისკაცების წინააღმდეგ ქართული სახელმწიფო დღეს დგას ქართულ ჯარზე ჩვენი პრესტიჟი გარეთ დგას ქართულ ჯარზე თუ რამით ვამაყობთ რამით გვიცნობენ ვუყვარვართ გვაფასებენ ეს არიან ქართველი ჯარისკაცები მათი თავდადება ავღანეთში მანამდე ერაყში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მალიში და ეს არის ამბავი რომელსაც ყველა თითოეული ჩვენგანი უნდა ვუფრთხილდებოდეთ და განსაკუთრებით ყვილებს არ უნდა ვიგონებდეთ რა თქმა უნდა ეს პრიორიტეტიც ეს არის ჩემთვის თავარი პირველი პრიორიტეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის და ჩვენი მთავრობისთვის ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის არის ქართველი ჯარისკაცი თითოეული ყოველი მათგანი მათი უფლებები მათი ინტერესები ღირსეული პირობების შექმნა მათი მსახურებისთვის იმისათვის რომ არაფერ სხვაზე საფიქრი არ ქონდეთ გარდა იმ ვალისა რომელსაც ქვეყნის წინაშე იხდიან ყოველდღიურად ძალიან ღირსეულად შესაბამისად ბუნებრივია აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი უკვე პროგრამული პრიორიტეტები რომელზეც დღეს შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ განათლება ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენ ვერ გვეყოლება ჯარი რომელიც რიცხოვნობით იქნება ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს ჯარი რომელიც არის მომზადებული მობილური მზად ყველა ოპერაციისთვის ამას ჭირდება ბუნებრივია განათლება თვისობრივად ახალ სისტემაზე უნდა გადავიდეთ უფრო მეტი დაფინანსებით უფრო ეფექტური კოორდინაციით იმ საერთაშორისო დახმარების და უამრავი პროგრამა მიმდინარეობს საქართველოში თავდაცვის სისტემაში განათლების სისტემის გასაძლიერებლად მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ამ პროგრამების უფრო ეფექტური კოორდინაცია იმისათვის რომ მივიღოთ ყველაზე სასურველი და მაქსიმალური შედეგი ჩვენ უკვე 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივები აკადემიის გასაძლიერებლად ახალი პროგრამების დასაწყებად ახალი სკოლების შესაქმნელად და იმ სკოლების გასაძლიერებლად რომელიც დღეს უკვე არსებობს ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ამ განათლების შეტანა ახალგაზრდობაში, სკოლებში, სტუდენტებს შორის და ამ თვალსაზრისითაც ძალიან კონკრეტული ინიციატივები გვექნება ისევ და ისევ საბიუჯეტო პროცესის დაწყების დროს. ბიუჯეტი ვახსენე და აქვე ბუნებრივია მთავარი თემა, მიმართულება, საფიქრალი ამ წუთას ჩვენთვის იქნება უკვე 2016 წლის ბიუჯეტის კონკრეტული პროგრამების მიხედვით დაგეგმვა და საქართველოს პარლამენტისთვის შემოთავაზება ყველაზე უფრო ოპტიმალური, მაგრამ რეალისტური ბიუჯეტის იმისათვის რომ ჩვენ რეალურად გადავიდეთ იმ სანუკვარ ოცნებო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ქვია ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ქართული ჯარი. ამას ჭირდება ბუნებრივია ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, დიდი თავდადება, მაგრამ ამავდროულად რა თქმა უნდა ჭირდება ადეკვატური და შესაბამისი ბიუჯეტი. შემდეგი საკითხი, რომელზეც
თქვენს ყურადღებას გავამახვილებ, ეს არის ის სულ რამოდენიმე პროგრამაზე შევჩერდები და ბუნებრივია მზადვარ ნებისმიერ კითხვას უპასუხო, რომელიც ამ წუთას თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს და რომელიც მე ვფიქრობ ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სწორედ იქიდან გამომდინარე, რითიც დავიწყე. ეს არის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამა, ასევე იმ ოჯახების მხარდაჭერის პრობლემა, ვისაც ჩვენს ოპერაციებში გარდაცვლილი ყავთ ოჯახის წევრი, დაღუპული ყავთ ოჯახის წევრი. ძალიან ბევრი პროგრამა მიმდინარეობს, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი თემა, სადაც საჭიროა დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების ერთი მხრივ, მეორე მხრივ ჩვენი საბიუჯეტო რესურსის მაქსიმალური კოორდინაცია იმისათვის, რომ მივიღოთ გაცილებით უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე დღეს გვაქვს. იცით, რომ დაგეგმილია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სარეაბილიტაციო ცენტრის თბილისში დაფუძნება, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ ჯარისკაცებს, უკვე ამ შემთხვევაში, არამედ მოემსახურება სამოქალაქო პირებსაც, გათვლილი არის უნარშეზღუდული ადამიანებისთვის და ასევე იქნება რეგიონალური მნიშვნელობის და ფუნქციის მატარებელი ცენტრი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორც საბიუჯეტო, ასევე პროგრამული, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის პრიორიტეტი ამ წუთას ჩვენთვის და მე ამ 2 დღის განმავლობაში უკვე პრაქტიკულად ყველა ჩვენს მეგობარ და პარტნიორი ქვეყნის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელს შევხვდი და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ პროექტის ფორსირებულად და რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით დაწყების დაგეგმვა, რასაც შემდეგი კვირების განმავლობაში კიდევ უფრო ეფექტურად გავაგრძელებთ. სამინისტროს ბუნებრივია აქვს ასევე სპორტული პროგრამები სწორედ ამ კატეგორიის პირებისთვის აქამდეც 2014-15 წლებში ძალიან ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი ამბიცია არის რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებში მივიღოთ ასევე მონაწილეობა და ისეთივე წარმატებით დაბრუნდნენ როგორც მანამდე მაგალითად გასულ წელს და მიმდინარე წელს მიმდინარე ტურნირებიდან 2015 წელს მაგალითად ვაშინგტონში არის დაგეგმილი ასეთი ღონისძიება და 2014 წელს ჩვენი ბიჭები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ ამ საერთაშორისო ღონისძიებებიდან. რადგან მხოლოდ 1 წუთი დამრჩა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ბოლოსთვის მოვიტოვე ყველაზე თქმილი ლუკმა, ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასწრაფოდ მოსამზადებელი და დასასრულებელი ეს არის უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის პირველი ეტაპი. მათ შორის JTEC-ი, ეს არის საწვრთნელი ცენტრი, რომელზეც ამდენი ხანია საუბარი იყო და ამ მიმართულებით ბუნებრივია, რომ ყველაზე უფრო ქმედითი და აქტიური იქნება ჩემი პირადად როგორც თავდაცვის მინისტრის საქმიანობა ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. დიდი მადლობა.